ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია სანამ თვითონ ტექნოლოგიებამდე გადავალთ და აი ამ პროცესებამდე გავითავისოთ რა რეალობაში ვცხოვრობთ დღეს დღევანდელი მსოფლიო ზოგადად და მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს სამწუხაროდ არ არის გამონაკლისი. ანუ გლობალურად რომ შევხედოთ სტიქიების მასშტაბებს დაახლოებით ბოლო სადღაც 25 წლის განმავლობაში სწორედ კლიმატისრობით გამოწვეულმა კატასტროფებმა იქნება ეს თქვათ ძლიერი ნალექი არსებული თოვლის სახით, წვიმის სახით თუ ასე შემდეგ გამოიწვია დაახლოებით 1 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 4 ტრილიონზე მეტი დაახლოებით ეკონომიკური ზარალი. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, სადღაც 16-დან 20 მილიონ დოლარამდე ყოველ საათში. ანუ აი ესეთი ეკონომიკურ ზარალს იწვევს ზოგადად ეხლანდელი კატასტროფები და სტიქიები. აღნიშნული პრობლემა, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც არ არის უცხო და არის საკმაოდ ისეთი ტენდენციას, რასაც ვხედავთ, უფრო და უფრო იმატებს, უფრო და უფრო კატასტროფული ხდება ეს ყველა პროცესები. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესთან ერთად ჩვენ გავიაზროთ, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. ეს გაცილებით უფრო და უფრო ძლიერი და უფრო და უფრო ინტენსიური გახდება ყველაფერი და მასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და უნდა ვისწავლოთ მათი მართვა. მართვას როდესაც ვლაპარაკობ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რისკის მართვის პროცესებში, საერთაშორისოთაც აღიარებულია ეს ყველაფერი, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ დროს გქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგნოზის შესაძლებლობა, გქონდეს გაფრთხილების სისტემა და შემდგომში გქონდეს რეაგირების სისტემა. სხვა შემთხვევაში კატასტროფული შედეგი ძირითადად გარდაუვალია ხოლმე სამწუხაროდ. ანუ გეგმას როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ დაახლოებით როდის ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მაგალითად საჭიროა მოსახლეობის ევაკუაცია. ან რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა შევინარჩუნოთ. როდესაც არის სისტემა აწყობილი და ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანაც ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ კარგად მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა განვითარებად ქვეყანებში, მათ შორის ისეთი როგორც საქართველო არის რაღაც რიგი გამოწვევები ამ სისტემის აწყობის მიმართულებით. თუმცა როდესაც გვაქვს თქვათ ადრეული გაფრთხილების სისტემა აწყობილი, როდესაც იცი, როდის ახდენ მაგალითად მოსახლეობის ევაკუაციას და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ბევრი რესურსის გეზოგება და ყველაზე მნიშვნელოვანი შეძლებ ადამიანების გადარჩენას. რაც შეეხება ეკონომიკურ ზარალს, თქვათ ეს შეიძლება იმ ეტაპზე ვერ მოხდეს მისი პრევენცია, თქვათ ეკონომიკური ზარალის პრევენცია, თუმცა ეტაპობრივად შემდგომში ხდება ხოლმე აღდგენები. ზოგადად ესე ხდება საერთაშორისოდ, ანუ მნიშვნელოვანია გქონდეს გამართული პოლიტიკა, მზადყოფნა და რისკის შემცირება, რაც არის თქვათ პროგნოზი, გაფრთხილება, მედეგი ინფრასტრუქტურა, ასევე ეფექტური რეაგირება და კოორდინაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უშუალოდ როდესაც სტიქია დადგება, რომ უნდა ვიცოდეთ ვინ რას აკეთებს, ასევე ტექნოლოგიების გამოყენება ხდება, ხშირ შემთხვევაში თქვათ დრონები იქნება, სატელიტური მონაცემები თუ ასე შემდეგ და უკვე ბოლოს მოდის რეაბილიტაცია და აღდგენა. ქალბატონო მაია, საუბრისას თქვენ ახსენეთ საერთაშორისო პრაქტიკა და ამასთან მიმართებით მინდა უფრო დეტალურად გკითხოთ. ერთია გეგმა და მეორეა რესურსები, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ-ტექნიკური. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაც, აი თქვენ მეტნაკლებად ისაუბრეთ რესურსების შესახებ სტიქიის მართვის დროს. თქვენი შეფასებით, რა რეალობა გვაქვს დღეს ამასთან მიმართებით? ზოგადად რესურსების ეფექტური მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს, ხომ? რა თქმა უნდა, სტიქიას გააჩნია და სტიქიის მასშტაბს გააჩნია, ყოველთვის შესაძლებელია იყოს, თქვათ, ადამიანური რესურსის დეფიციტი ან ტექნოლოგიების დეფიციტი, თუმცა თუ ვიცით, თქვათ, როგორ უნდა ვმართოთ, ანუ რა პროცესის სტიქიის დადგომის შედეგად, რა არის ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ პირველ რიგში, ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ნაკლები რესურსის დახარჯვა გვიწევს ჩვენს, რადგან უფრო ისეთი ტარგეტირებული და მობილიზებულია უნდა იყოს და არის ხოლმე ამ შემთხვევაში თქვათ ჩარევები. რა თქმა უნდა, ზოგადად რასაც ვუყურებთ ჩვენ განვითარებად ქვეყნებს, ძალიან უჭირთ ამ პროცესებთან გამკლავება. მათ შორის იქნება ეს თქვათ შესაბამისი ბიუჯეტის არარსებობა, შესაბამისი თქვათ ადამიანური რესურსების თუ ტექნიკური რესურსების არარსებობა, თუმცა ისევ და ისევ განმეორდები და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი არ არის ერთჯერადი პროცესი, არის განგრძობითი და კიდევ უფრო და უფრო რთული პროცესები მოგველის წინ და უფრო და უფრო კატასტროფული შედეგები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყოველთვის გავცემთ ხოლმე რეკომენდაციებს ქვეყნების მიმართ, ჩვენს თქვათ პოლიტიკის დოკუმენტებში და ასე შემდეგ, რომ დაუთმონ უფრო მეტი ყურადღება, იქნება ეს თქვათ საბიუჯეტო რესურსების აღსრები, თქვათ ადამიანური რესურსების მობილიზება თუ ასე შემდეგ.
კატასტროფებთან მართვას, რადგან გაცილებით უფრო სწრაფად რთულდება სიტუაციები, ვიდრე აქამდე იყო. აი, ბოლო წლების განმავლობაში კატასტროფული შედეგები უფრო და უფრო ძლიერდება, უფრო და უფრო მეტ ფინანსურ ზარალს იწვევს, უფრო და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს და ასე შემდეგ. შესაბამისად, მსაობა არის უპირველესი. ქალტან მაია, თქვენი აზრით, რა არის კრიზისების მართვისას ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში, მაგალითად უწყებებს შორის კოორდინაცია, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების არასაკმარისი ინფორმირება, რესურსების ნაკლებობა თუ სხვა რამ? იცით რა არის სავარაუდოდ ცოტა ყველაფერი, რადგან როდესაც სისტემა არ გაქვს გამართული, რა თქმა უნდა, იქ არის გარღვევები კოორდინაციაში, იქ არის გარღვევები, ვთქვათ, ინფორმირებულობაში და ასე შემდეგ. მე ჯერ კიდევ როდესაც საქართველოში ვიყავი, მახსოვს მუშაობდით საკმაოდ მსხვილ პროექტზე, სწორედ კატასტროფების მართვასთან დაკავშირებით, ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავებისთვის და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც იმ პროექტმა დაგვანახა, იმ ეტაპზე, გარდა ვთქვათ ინფრასტრუქტურის არარსებობისა, იყო კოორდინაცია. და აი იგივე ივნისის წყალდიდობებმაც გვაჩვენა, ხო, რამდენიმე წლის წინ, რომ ეს კოორდინაცია არ იყო, ვთქვათ, გამართული, რადგან უბრალოდ არ იცოდნენ ადამიანებმა ვის რა უნდა ეკნა. და ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ამ სტიქიასთან გამკლავება ზოგადად, რადგან წუთებში და წამებში არის საჭირო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, თუ ზუსტად არ იცი, თქვათ, შენი ფუნქცია რა არის, ცოტა რთულია, ცოტა არა, ძალიან რთულია, აი იმ, თქვათ, ზიანის არიდება და იმ კატასტროფული შედეგის არიდება, რასაც სადამდეც, თქვათ, მივყავართ ხოლმე სტიქიას, რა თქმა უნდა. თქვენ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში ერთ-ერთ სამინისტროში მნიშვნელოვან მიმართულებას ხელმძღვანელობდით. გარემოს დაცვის კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი იყავით. შესაბამისად, გკითხავთ, საქართველოს ბუნებრივი მოვლენების მართვის როგორი გეგმა აქვს და რა არის ამ გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები? ზოგადად ბუნებრივი პროცესების მართვა საკმაოდ რთული ეტაპია. ჩვენ ამ შემთხვევაში სამინისტროს კუთხით ვიყავით უფრო პოლიტიკის გამტარი და ვთქვათ ინფორმაციის მომგროვებელი და ინფორმაციის წყარო რა პროცესებია საქართველოში და შემდგომში უკვე რა თქმა უნდა რეაგირება სხვა უწყებების კომპეტენციაში შედის. მაგალითად ჩვენ სისტემატურად ვაწარმოებდით და ვაწარმოებთ ეხლაც, ანუ საქართველოს ვაწარმოებს უფრო სწორად ეროვნულ შეტყობინებებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის შესაძლო რისკები, შესაძლო ვთქვათ პროცესები, რაც უახლოეს პერიოდში და ასევე გრძელვადიან პერიოდში შეიძლება საქართველოში მოხდეს. მაგალითისთვის ერთ-ერთ ვთქვათ მესამე და მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაშიც ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველოში იზრდება ნალექები და ხშირ შემთხვევაში ეს კატასტროფული ნალექებით მთავრდება, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში ეს ნალექები მცირდება, ხომ? ასევე იდენტიფიცირებულია მეტნაკლებად სად არის ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიები. აი დაახლოებით რომ იცოდეთ, საქართველოში მაგალითად 53000-მდე მხოლოდ მეწყრულ გრავიტაციული უბანია. შესაბამისად, ეს ინფორმაცია არსებობს, ანუ ჩვენ ამ ინფორმაციას სისტემატურად ვანახლებდით და ანგარიშის სახით წარუდგენდით გაეროს, მაგრამ არა მხოლოდ გაეროს, ანუ ხდებოდა ამ ინფორმაციის გაზიარება უწყებათა შორისაც. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის გამოყენება და შესაბამისად უკვე რეაგირებაც. აი ახლა ხან საუბრისას თქვენ ახსენეთ მეწყრული ზონები და ახლა ამასთან მიმართებით გკითხავთ. გურიის რეგიონში, სადაც ახლა ყველაზე რთული ვითარება არის მეწყრული ზონებიც, აქ 2023 წელს იყო სტიქია და მეწყერს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორია ქვეყნის კლიმატის სამოქმედო გეგმა და რა არის საჭირო ამ გეგმის შესასრულებლად? კი ბატონო, მე ბოლო მონაცემებს სამწუხაროდ არ ვთქვი, თუმცა შემიძლია ვილაპარაკო, როდესაც მე ვიყავი თვითონ სამინისტროში და ეტაპზე გქონდა ეს გეგმები. საქართველოში არსებობს კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ საერთაშორისო პროცესებს ეხმიანება, თუმცა ამ ეტაპზე ის იყო მხოლოდ შერბილების მიმართულებით, ანუ აი ემისიების შემცირების მიმართულებით. სამწუხაროდ პოლიტიკა ადაპტაციის კუთხით, ანუ აი მოწყვლადობა, იგივე ის ვთქვათ მეწყერსაშიში ზონები, როგორ გვავუმკლავდეთ და ასე შემდეგ, არ არის როგორც ვიცი ამ ეტაპზეც არ არის გამართული, მიმდინარეობდა ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავებაზე მუშაობა, თუმცა ეხლა ნამდვილად ვერ გეტყვით რა ეტაპზეა და ანუ
საჭიროა ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა გამართული ხედვა არსებობდეს, თუმცა ამ ხედვას, თქვათ, ხედვის იქითაც ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და ისევ განსაკუთრებით, როდესაც აი ამ სტიქიებზე ვსაუბრობთ და კატასტროფებზე ვსაუბრობთ, იყოს გაწერილი ფუნქციები, თქვათ, ვინდა საკეთებს, როგორი არის რეაგირების გეგმა და ასე შემდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, იმ ეტაპზე მე როდესაც სამინისტროში ვიყავი, არ იყო ადაპტაციის ეროვნული გეგმა ან ადაპტაციის კუთხით ესეთი გაწერილი ხედვა, ჩვენ აი ეს დიდი პროცესი და პროგრამები, რომლებიც დავიწყეთ, იგივე ინფორმაციის, ანუ ადრეული გაფრთხილების სისტემების შესახებ, გაეროს განვითარების პროგრამებთან ერთად, იყო ძალიან სერიოზული საკოორდინაციო მექანიზმი შექმნილი, იყო გარემოს დაცვის სამინისტროს კუთხით, თქვათ, ძალიან ბევრი პროგრესი გაკეთებული იქნება ეს, თქვათ, პროგნოზირება, ინფრასტრუქტურა, ის განახლება თუ ასე შემდეგ, თუმცა დღეს სამწუხაროდ რა სიტუაცია, მე ამაზე არ ვფლობ ინფორმაციას. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, რას უნდა ველოდოთ, როდესაც ინტენსიური თოვა შეწყდება და თოვლის ამხელა მასა დნობას დაიწყებს. რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა ამ დროს და რა ზომებია მისაღების სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან? ძალიან მნიშვნელოვანია კი გავიაზროთ, რომ გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს ეს კრიზისი, რომელიც უნდა ვმართოთ, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვეტს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ უპირველეს ყოვლისა და შემდგომში, თქვათ, იგივე იქნება ეს ეკონომიკური დანაკარგების და ზიანების აღდგენა და ასე შემდეგ, თუმცა ისევ და ისევ, ვინაიდან ეს არ არის, თქვათ, რაღაცა ერთჯერადი პროცესი, მიუხედავად და მით უმეტეს, თქვათ, როდესაც ამხელა თოვლი არის მოსული და ვიცით, რომ თქვათ, გაზაფხულის პერიოდში ყველა თქვათ თოვლი დაიწყებს დნობას და ასე შემდეგ, უნდა მოვემზადოთ გაზაფხულისთვის. და ალბათ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან როგორც წესი გაზაფხულზე არსებული განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში განსაკუთრებით, რადგან ისედაც მიდრეკილია თქვათ მეწყრული თქვათ მეწყერებისკენ და ასე შემდეგ, წინასწარ გასაგებთ უფრო ადრე უნდა დაიწყოს დაგეგმვა, რეაგირების გეგმების შემუშავება და ასე შემდეგ. თორემ როდესაც უკვე თქვათ ეს სტიქია მოვა და დადგება, აქ უკვე სულ სხვა პროცესები არის. როდესაც მომზადებული ხარ ამ ყველაფრისთვის, გაცილებით უფრო შედეგიანია შემდგომში შენიჩარევას და გაცილებით უფრო რესურს ეფექტურიც არის. შესაბამისად ვიტყოდი, რომ დაგეგმვა უნდა დაიწყოს გაზაფხულისთვის დღეიდანვე. რა თქმა უნდა, ჯერ ახლა ეს კრიტიკული და თქვათ ეს კრიზისული ეტაპია გადასალახი. თუმცა ამით არ უნდა გავჩერდეთ, ანუ გადავლახეთ ეს კრიზისი და მორჩა ნამდვილად სამწუხაროდ არ იქნება.